პოდიატრია არის ტერფის პათოლოგიების და თამხვედრი დაავადებების შემსწავლელი მეცნიერება. მოიცავს ტერფის ინჟინერიას და სამედიცინო ბიომექანიკას. ტერფის პათოლოგიები არის ძალიან ბევრი, მე ამას ეტაპობრივად ჩამოვთვლი და აგიხსნით კიდევაც, როგორ უნდა მივხვდეთ სახსრის პირობებში, გაქვთ თუ არა რაიმე პრობლემა. უშუალოდ პოდიატრიის შემთხვევაში ეს ტერფის დიაგნოსტიკა მიზანშეწონილია არა მხოლოდ ტერფის პათოლოგიების დროს, ასევე თამხვედრი დაავადებების შემთხვევაშიც და ამასაც რა თქმა უნდა განვიხილავთ. რაც შეეხება დიაგნოსტიკის მეთოდებს, რაც ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია. ეს არის პედოგრაფია, სიარულის პროცესში სენსორული გადაღება, ეს არის სკანირება დგომის პროცესში და ეს არის პლანტოგრამა. გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ პლანტოგრამის შემთხვევაში ეს არის სპეციალური სარკე, ინდივიდუალური ღაბაში არ მზადდება. ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ პედოგრაფიის და სკანირების შემთხვევაში და ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ 26 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და რა თქმა უნდა საუკეთესო ტექნოლოგიას ვიყენებთ, ეს არის გერმანული და ბელგიური ტექნოლოგიები.